პროექტების მართვის საერთაშორისო დღე, რომელსაც აღნიშნავთ 6 ნოემბერს, არის საერთაშორისო ღონისძიება. თბილისში ესეთი ღონისძიება ჩვენ სფეროში არის ყველაზე მასშტაბური, ანუ პროექტების მართვის სფეროში ესეთი ღონისძიება რომელიც იმართება, ამაზე მასშტაბური ფაქტიურად არ არის. უკვე 3 წელია, რაც ჩვენი წარმომადგენლობა ამ ღონისძიებას მასპინძლობს. პირველად ჩვენ ეს ღონისძიება გავაკეთეთ ონლაინ ფორმატით, მაგრამ შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რადგან გავიზარდეთ, მეტი წევრები გვყავდა, მეტი დაინტერესებული პირი იყო. ასევე გაიზარდა ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებთან თანამშრომლობა. გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გაგვეერთიანებინა ერთ დღეში და თავი მოგვეყარა ამ ყველა დაინტერესებული პირისთვის და შარშან პირველად ჩავატარეთ ჩვენ ეს ღონისძიება ფიზიკურ ფორმატში. დაახლოებით გვყავდა 150-მდე სტუმარი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი დამსწრე საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი. წელსაც ტრადიციულად ვაგრძელებთ ამ ღონისძიების აღნიშვნას. მსოფლიოს მასშტაბით ნოემბრის ყოველ პირველ ხუთშაბათს ხდება ხოლმე პროექტების მართვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა და წელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერს ვუერთდებით. თვითონ ინიციატივა ჩვენს წარმომადგენლობაში მარკეტინგის დივიზიიდან წამოვიდა, რომ მოდი ეს დღე რო აღინიშნება ჩვენ პროფესიას, ჩვენც რაღაცა წვლილი შევძინოთ ამ მხრივ და რაღაცა ინიციატივა იყო, რომ ეს დღე გაგვეხადა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მეტი რამ გვეთქვა პროექტების მართვის პროფესიონალების შესახებ. ვინ იქნებიან სპიკერები და რა არის ის მთავარი სასაუბრო თემები, რის ირგვლივაც ისაუბრებენ როგორც სპიკერები, ასევე მონაწილეები? ესე იგი, ორი ძირითადი სპიკერი გვყავს, მთავარი სპიკერი, გვყავს საერთაშორისო სპიკერი და გვყავს ადგილობრივი სპიკერი. თვითონ კონცეფცია ღონისძიების არის Project Horizon, რომელიც იყოფა ორ თემად. ერთი თემა არის Beyond, მეორე Forward. Beyond უფრო იგულისხმება საზღვრების დარღვევა. საერთაშორისო სპიკერი მოჰამედ გადი ისაუბრებს გლობალურ პროექტებზე, ანუ როგორ ხდება პროექტების მართვა გლობალურ მასშტაბში, რომელიც არ არის საზღვრებით შეზღუდული და იმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აგრეთვე ამ მხრივ კულტურულ გამოწვევებზეც ისაუბრებს ბატონი მოჰამედ გადი და მეორე თემა უკვე გადავდივართ საზღვრებს, რომ დავარღვევთ მერე მომავალში. მომავალ საკითხზე უკვე ბატონი ილია რევია გვეყოლება ჩვენი პრეზიდენტის სპიკერი და ამ მიმართულებით უკვე ისაუბრებს ბატონი ილია და მერე ბატონი ილია უფრო დეტალურად გვეტყვის თავის თემასთან დაკავშირებით, რაზეც ისაუბრებს. აქ გადმოვალ მაშინ თქვენთან კითხვით, რა იქნება მთავარი თემა, რაზეც თქვენ ისაუბრებთ და შემდეგ უკვე სხვა საკითხებზეც დაგისვამთ კითხვებს. მადლობთ. პირველ რიგში, დიახ, თემა, რომელსაც მე შევეხები, ეს არის უკვე სტრატეგია და როგორ წარმართოთ ორგანიზაციული სტრატეგია პროექტების სწორი მართვით, კონკრეტულად როგორ შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებიც ბიზნეს და არ მხოლოდ ბიზნეს პრინციპში საჯარო ინსტიტუტებსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაეხმარება თავისი მისიის აღსრულებაში და კონკრეტულ მეთოდოლოგიებზე, რომლებიც აპრობირებული არის, მათ შორის ქართულ რეალობაშიც, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა პროექტები შევარჩიოთ, როგორ მოვზომოთ ჩვენი ძალები სწორად, როგორ წარმართოთ რესურსული დატვირთულობა და მსგავსი. ანუ ფაქტიურად სტრატეგია, რომელიც ესე შევხედოთ ხო ორგანიზაციისთვის იმისთვის გჭირდება, რომ ის მომავალი ხედვა აღვასრულოთ, აი ეს ყველაფერი როგორ დავაკავშიროთ პროექტებთან და პროექტის. ზოგადად ეს სფერო რამდენად წინ მიიწევს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობთ პროექტების მართვაზე და ლოგიკურად აქვე გკითხავთ პროფესიონალები ამ სფეროსი რამდენად დეფიციტურია, ან შესაძლოა პირიქით ბაზარზე არის ან კადრები და რამდენად არის მათი დასაქმების შესაძლებლობა. ზოგადად რა ვითარება უფრო შიდა სამზარეულოში რომ ჩაგვახედოთ? თქმა უნდა. ცოტა ისტორია რო დავიწყო, ხო, დაახლოებით 13 წლის წინ დაიწყო საქართველოს პროექტების მართვის ინსტიტუტის შემოსვლა, როგორც ასეთი, თუმცა ასოციაცია 2017 წელს დავაფუძნეთ
და ერთ-ერთი უნიშნულოვანი მიზეზი რატომაც წავედით ამ მიმართულებით ის იყო რომ ყველა ორგანიზაციას ეტაპობრივად დასჭირდა თუნდაც პროექტებს ყველანი ვაკეთებთ ხო მოდი ესე შევხედოთ პატარას მცირე საშუალოს დიდს რიგი ორგანიზაციები მაგრამ ცოდნის ნაკლებობა იყო და სტანდარტების ნაკლებობა ქვეყანაში ხო ამ მიმართულებით დეფიციტი რაც შეეხება პროფესიონალების რა თქმა უნდა ნებისმიერ სფეროში ის ყოველთვის არის მაგრამ აი ახლა რო შევხედოთ გამომდინარე იმ ინდუსტრიული განვითარებიდან რაც საქართველოში არის და მოდიმა მზარდი ეკონომიკა ის უფრო და უფრო მზარდი არის ხო დღესდღეობით თუ შევხედავთ ჩვენ წევრების რაოდენობას, ანუ 300-ზე მეტი პროფესიონალი წევრი ყავს, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ პროექტების მართვის პროფესიონალის ხარისხის მქონე წევრებს, რაც სპეციალური, ასე ვთქვათ, აკრედიტაცია არის, საერთაშორისო და უმაღლესი სტანდარტის. ეს მზარდია. ყველაზე მეტი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის შემდეგ ინდუსტრიებში, როგორც არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, სამშენებლო სფერო, ცხადია და ინფრასტრუქტურული სფერო, იმიტომ რომ ეს ორი მიმართულება ძალიან კარგად მიდის, ტელეკომუნიკაციების სფერო და შემდგომ უკვე სხვა სფეროები, როგორც არის მაგალითად იგივე წარმოება, ვაჭრობა, საბანკო მიმართულება და მსგავსი. ეს საქართველოში თუ ზოგადად გლობალური ტენდენცია? ეხლა მე საქართველოზე ვსაუბრობ, რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით 750,000 წევრი არის PMI-ში, ეს ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაცია არის მსოფლიო მასშტაბით პროექტ მენეჯმენტის და იქ რა თქმა უნდა ეხლა უკვე ქვეყნიდან ქვეყნამდე და რეგიონიდან რეგიონამდე განსხვავებებს ვაფიქსირებთ. რაც ფიქსირდება და ეს არის მუდმივი მოთხოვნა ამ პროფესიებზე და მათ შორის ნებისმიერ ტიპის ბიზნესიდან, ხო? ჩვენი ორგანიზაცია აგრეთვე ეხმარება თვითონ სტანდარტების დანერგვაში, პროფესიონალიზაციაში და მუდმივი მოთხოვნა არის თუნდაც იგივე ტრენინგებზე, იგივე ცოდნას გაზიარებაზე ყველა ინდუსტრიაზე ფაქტიურად საქართველოში დღეს. ეს მინდა და მეკითხა, აი ასოციაციის ძირითადი მოვალეობები რა არის წლის განმავლობაში? იმისთვის რომ დარგი უფრო მეტად განვითარდეს, რას აკეთებთ ხოლმე? ჩვენ ბევრი მიმართულებით ვცდილობთ ვიმუშაოთ და პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა არის უშუალოდ სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში, ხო? ანუ პროექტების მართვის ცოდნის გაზიარება და ორგანიზაციულად აი ამ ცოდნის ინტერნალიზაცია სხვა ასე ვთქვათ ქვეყნებში, ბოდიში, ინდუსტრიებში ქვეყანაში. აგრეთვე მუშაობ ძალიან აქტიურად ამ პროფესიონალებს ერთმანეთთან დაკავშირებაზე, ხო? იმიტომ რომ სხვა სფეროდან როცა აკავშირებ პროექტ მენეჯერებს და არა მხოლოდ პროექტ მენეჯერებს, არამედ ბიზნეს ლიდერებს, ესეც გვაძლევს აი ამ ნეტვორკინგის საშუალებას და იდეების გაცვლის საშუალებას. ამის გარდა ღონისძიებები, აი ისეთი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ვაწყობთ პარასკევს, მარკეტინგული აქტივობები და უშუალოდ, ასე რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, იმისათვის რომ სულ უფრო და უფრო მეტი პროექტის მართვის პროფესიონალი გამოუშვან უნივერსიტეტებმა და ტრენინგ ცენტრებმა ქვეყანაში. დიდი მადლობა, ისევ თქვენ დაგებრუნდებით, ვის შეუძლია ამ ღონისძიებაზე დასწრება და რა არის მთავარი ბენეფიტები ამ ადამიანებისთვის, რისი მიღების შესაძლებლობა აქვთ მსგავს ღონისძიებაზე დასწრების დროს? რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის შეხვედრები დარგის პროფესიონალებისთვის? რაც შეეხება ამ ნაწილს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ავირჩიეთ განსხვავებული კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ასაკის შეზღუდვა არ გვაქვს, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია როგორც ბავშვს, ასევე მოზარდს და გეტყვით, რატომ არის ეს ბავშვების ნაწილი მნიშვნელოვანი. როგორც ვიცით, ანუ ყველა მაგალითად ჩვენ სფეროში განსაკუთრებით ძალიან ბევრია დაკავებული მშობელი, რომელსაც უჭირს ხოლმე დრო გამონახოს, როცა როგორ გადაანაწილოს ბავშვთან და ასე რომ ვთქვათ თავის პროფესიასთან. ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ ჩვენს exhibit hall ნაწილში გვყავს ორგანიზაცია, რომელიც ბავშვების გართობაზე იზრუნებს და გარკვეული აქტივობებით ჩართავს ბავშვებს და როდესაც მშობელი ესე რომ ვთქვათ, იქნება ძირითად დარბაზში, რომ ეს სპიკერები მოისმინოს და შესაბამისად ნეტვორკინგშიც მონაწილეობა მიიღოს, ბავშვები შეძლებენ, რომ ცალკე სივრცეში იყვნენ და შესაბამისად ეს კომფორტი იქნება, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის. ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს როგორც პროექტის მართვის პროფესიონალებს, ჩვენს წევრებს, მოხალისეებს, ასევე ორგანიზაციებს, ვისთანაც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა, უნივერსიტეტები, სკოლებს. შესაბამისად ეს არის ძირითადად ანუ ერთი დიდი პლატფორმა, სადაც შეუძლიათ ამ სხვადასხვა სფეროს მონაწილეებს ერთმანეთს გაუზიარონ
თავიანთი ცოდნა, გამოცდილება, გააზიარონ კონტაქტები და ეს აძლევთ მათ შესაძლებლობას უფრო წინ წავიდნენ თავიანთ სფეროში და არა მარტო, ასევე არ ჩამორჩენ ძირითად ტენდენციებს, რაც არის პროექტების მართვის სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენს წევრებს, მოხალისეებს, ჩართულ მხარეებს აძლევთ შესაძლებლობას გქონდეთ მეტი კონტაქტები, მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად განვითარებისკენ ვუჩვენოთ გზა.